Shalom, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. ვაგრძელებთ ჩვენს საინტერესო ბიბლიური სიუჟეტების განხილვას და თქვენიც რომ დღეს ჩვენ გვაქვს რუბრიკა ბიბლიაში რთული კითხვები არ არის და დღეს ვეცდები გავცე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კითხვას, პასუხს, რომელსაც ძალიან ბევრი სვამს. სიმართლე რომ გითხრათ, მე ამ კითხვაზე პასუხს გაცემა არ მინდოდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიდეო არის ამ კითხვაზე პასუხი, რომ ადამიანს თუ მოუნდება იპოვის. მაგრამ რატომღაც ერთ-ერთ ვიდეოს ყურების შემდეგ გადაწყდა ესეთი რამე, რომ მე უყურებდი მუსლიმის და ქრისტიანის დებატს ერთმანეთში და ესეთი მომენტი იყო, რომ მუსლიმი უსვამს ადამიანს კითხვას, ეუბნება ქრისტიან ადამიანს შენ შეკითხვას ეუბნება, შეგიძლია თუ არა შენ მაჩვენო ძველი ეგრეთ წოდებული ძველი აღთქმის წიგნებიდან დამანახო, რომ იესო ქრისტე ღმერთი არისო. მეც დამაინტერესა, რას ეთქოდა პასუხი ქრისტიანი, რა პასუხსაც გასცემდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ქრისტიანი არ იყო ესეთი მომზადებული პიროვნება და მან ვერ აჩვენა ძველი აღთქმიდან ის ადგილი, სადაც უშუალოდ ლაპარაკობს იესო ქრისტეს ღმერთობაზე. pravda სამწუხაროდ არ უნდა იყოს ქრისტიანების უმეტესობა მათმა არ იციან წიგნაწერილები, მათმა არ იციან ძველი აღთქმის წიგნები, ისინი ყოველთვის ცდილობენ ძველი აღთქმის ზერელად ყურებას და ყოველთვის ცდილობენ და ამბობენ, რომ ძველი აღთქმა გაუქმდა და გაუქმდა ჯური და თორა. და ამიტომ ჩვენთვის ეს უკვე აქტუალური აღარ არის. სამწუხაროდ ეს ასე მიიღეს ამათმა. ეს მათი ბრალი არ არის, ეს მათ ასე ასწავლეს ვაიმასწავლებლებმა. ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, მაგრამ მე მინდა გავცე დღევანდელ დღეს პასუხი კითხვაზე, არის თუ არა იესო ქრისტე ღმერთი და არის თუ არა ძველ აღთქმაში, ეგრეთ წოდებული ძველი აღთქმის წიგნებში ჩაწერილი, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ხო, ბიბლიდან ორ ადგილს მოგიყვანთ და განგიმართავთ ამ ადგილებს და თქვენ დაინახავთ თუ როგორ არის ეს იესო ქრისტესთან ესა დაკავშირებული. მაშასე ზაქარია წინასწარმეტყველის მე-12 თავის მე-10 მუხლი. ჩვენ გვეუბნება გასაოცარ წინასწარმეტყველებას, რომელიც ეხება ისრაელს. მომავალში ისრაელის მიღებას მესიისა. ისრაელს თქვენს ჯერ არ მიუღია მესია, მაგრამ ისინი ელოდებიან მესიას და როდესაც მოვა ის მესია, მისი ჩვენ მეორედ მოსვლას უძახით ამას, ისინი მიიღებენ მას. და ნახეთ, როგორ წინასწარმეტყველება არის დაწერილი სულიწმინდის მეშვეობით პირველ პირში. ანუ ღმერთი თავად, ღმერთი წინასწარმეტყველობს თავის თავზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ გრამატიკაში ერკვეოდეთ, შემოკარგებო. სხვა სამწუხაროდ, სხვა თარგმანებში მესამე პირში არის დაწერილი. მაგრამ ივრითულ ორიგინალში მასორიტელს ასახენ მასორ ტექსტს პირდაპირ პირველ პირში არის დაწერილი. და ნახეთ როგორი წინასწარმეტყველებაა დაწერილი. მე მინდა რომ თქვენ ეს მომენტი შეიგრძნოთ. მაშას ეს არის ზაქარია წინასწარმეტყველის მე-12 თავის მე-10 მუხლი. და გადმოღვლი დავითის სახლსა და იერუსალიმის მკვიდრზე მადლისა და წყალობის სულს და შემომხედავენ მე, ანუ ღმერთს, რომელიც განგმირეს. ვინ განგმირეს ჯვარზე? რა თქმა უნდა იესო ქრისტე. იგლოვებენ, ანუ მონანიება იქნება, როგორც გლოვებენ დედის ერთაზე და მწარეთ იკვეთებენ, როგორც პირმშოზე. იესო ქრისტე თქვენს ღმერთის პირმშოა. და ეს არის პირდაპირ და უშუალოდ უდიდესი მტკიცებულება, სადაც ღმერთი წინასწარმეტყველობს პირველ პირში თავის თავზე. თუ თქვენ ბიბლიას კარგად კითხულობთ და საერთოდ თუ კითხულობთ, თქვენ დარწმუნდებით და აუცილებლად დაინახავთ, რომ ღმერთი არასდროს არ წინასწარმეტყველობდა ანგელოზის პირით, ანგელოზი არ ამბობდა, რომ მე წავალ, იმას ყოველთვის პირველ პირში ამბობდა ღმერთი თავის თავზე. და ეს არის ის წინასწარმეტყველება, რომელსაც ღმერთი აძლევს ზაქარია წინასწარმეტყველს. ეს ადგილი ამტკიცებს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. და ერთადერთი ღმერთი. თქვენ შეიძლება თქვათ, ღმერთი ერთია, შმა ისრაელ, ხო მაგას ამბობს, შმა ისრაელ, ადონა ელოჰიმ, ადონა ეხად. მეორე ჯულის მე-6 თავში დაწერილი, ისმინე ისრაელ უფალი შენი ღმერთი, ერთი ღმერთია.
სიტყვა ერთი ღმერთია, ეს მეორე ადგილი არის, რომელიც მე მინდა თქვენ გაჩვენოთ, ეს არის ეხად. ეხად, შემოკარგებო, ეს არის ორი ან სამის ერთად ერთობლიობა და ერთად ყოფნა. პირველად ჩვენ ბიბლიაში ეგ სიტყვა ხდება, როდესაც ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. ნახეთ როგორ არის დაბადების პირველი თავის, მე მინდა რომ თქვენ წაიკითხოთ ეგ ადგილი, უწოდა ღმერთმა ნათელს დღე, ხოლო ბნელს ღამე. იყო საღამო და იყო დილა. დღე ერთი. დღე ერთი არის იო ეხად. ანუ აქედან გეუბნება რომ ღამის და დილის ერთობლიობა წარმოაქმნის ერთ დღეს. თავისი არსით ორივე ერთია, დღეც და ღამეც. მაგრამ მათი ერთობლიობა წარმოქმნის ეხადს, ერთობას. მეორეჯერ არის ეს ადგილი გამოყენებული ადამსა და ევას შორის. ეს არის დაბადების მეორე თავის 24 მუხლი. ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამასა, დედასაც და მიეკრობა თავის დედაკაცს და გახდებიან ისინი ერთ ხორცად. ბასარ ეხად. ერთ ხორცად, ბასარი ვრითულად ხორცს ნიშნავს. ბასარ ეხად ეგაც ნიშნავს. თავისი არსით დედაკაციც სხვა ბუნების მატარებელია. პიროვნების მატარებელია, მამაკაციც სხვა პიროვნების მატარებელია, მაგრამ მათი ერთობა ქმნის ადამიანს, ადამა. როდესაც ღმერთმა შექმნა ადამიანი, ადამიანის ერთობას ქვია ზუსტად კაცი და ქალის ერთობას. ოჯახის ინსტიტუტს ღმერთი ბიბლიაში უწოდებს ადამიანს. ცალკე ბიბლია უწოდებს კაცს იშ და ცალკე უწოდებს დედაკაცს იშა. ცალ-ცალკე, მაგრამ მათი ერთობა არის ადამიანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონცეფცია, რომ თქვენ გაიგოთ. რა ისი თქმა მინდა. ასია ღმერთის ერთობაც. პიროვნულად იესო ქრისტე არის ძე, მამა ღმერთია სულიწმინდა, მაგრამ მათი ერთობლიობა ქმნის ამ ეხადს, ამას ქმნის ღმერთი. და ეს არის ისი თქმაც მე მინდა დღეს და ძველ აღთქმაში უამრავი ადგილია დანიელის მეშვიდე თავი რო წაგიკითხოთ. მოდი წაგიკითხავთ დანიელის მეშვიდე თავს, რომ თქვენ მიხვდეთ დანიელის მეშვიდე თავის 13 მუხლი. და ვხედავდი ღამე ცხილოში ახალ სახლში ღრუბლით მოდის კაცის ძიძ მსგავსი. მოვიდა დღეთა უძველთა წარსდგენილი ხა მისნაში, მიეცა მას ხელმწიფეობა, დებება, რათა ყველა ხალხი თომა ემსახუროს მას. სიტყვა ემსახუროს ოვედ არის არამეულად და ებრაული სიტყვა და ეს სიტყვა გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის თაყვანისცემაში და ღმერთის მსახურებაში. და ამიტომა ეს მნიშვნელოვანი, რომ აქაც იესოსია ლაპარაკი და იესოს დაუწყებენ მსახურებას და თაყვანს როგორც ღმერთს. ანუ მე დაკვირდით ორი მუხლის ჩვენება, როგორც სამი გაჩვენა. ძველი კიდევ მე შემიძლია ბევრი ადგილი გაჩვენა, მაგრამ ეს სამი მუხლი მოწმობს ძალიან ძლიერად, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. მაშასე სამი ადგილი გაჩვენეთ ბიბლიდან. პირველი ეს არის ზაქარია 12:10, რომელიც წინასწარ მეტყველებს ისრაელის მოქცევას და მიღებას ღმერთისაკენ და ისრაელი მიიღებს მესიას, ანუ მაშიახს. მიიღებს დიდი შუა, ებრაულად მაგას უძახინდო ბალ შუა, ანუ დიდი მონანიებით მიიღებს ისრაელი მესიას. მეორე სიტყვა ეხად ერთობლიობა წარმოადგენს ამ იესო ქრისტეს როგორც ღმერთს და მესამე დანიელი 7:13-14 ნათლად გადმოსცემს სიტყვას, რომელიც ჩვენ აქ გვიწერია, რომ მას დაუწყებენ როგორც ღმერთს თაყვანისცემას და ეს მიიღებს მას. რადგან თავად ღმერთი ამბობს, ჩემს დიდებას არავის არ ვაცნობ, მაგრამ იესოს მის. რადგან ეგეთქო ძალიან მარტივ მაგალითს. ჩემი შვილი არის ადამიანი თუ არა? რა თქმა უნდა ადამიანია, კაცია, იმიტომ რომ ჩემი შვილია. ასევეა იესო ქრისტე, ღმერთის ძე არის ღმერთი. რა თქმა უნდა ღმერთი, რადგანაც ღმერთის ძეა ისა, ღმერთის ბუნების მატარებელი. არ უნდა ამაზე ბევრი ფიქრი და ტვინის მტრევები და გაგება. ეს უნდა მიიღოთ რწმენით. მაშასე გვიყურეთ ჩვენ, ილოცეთ ჩვენზე და ჩემი თხოვნა გამოიწეროთ ჩვენი არხი და ლაიქოთ და კომენტაროთ
და ილოცოთ ჩვენზე და ილოცოთ ჩვენს მსახურებაზე. მადლობას გიხდით თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენ გვერდში გვიდგას ლოცვით, გამახვნევებელი სიტყვით, ფინანსურად ყველას დიდი მადლობა და გთხოვთ გააძლიეროთ ჩვენს ლოცვას. ეხლა არის ჩვენ ცხოვრებაში კრიტიკული მომენტი დგება და უნდა გადავწყდეთ. ან დგამთ აბრაამივით რწმენის ნაბიჯს, ან ვჩერდებით. და ამიტომ გთხოვთ ილოცოთ ჩვენზე. მადლობა ყურადღებისათვის.